განდაცვის მინისტრი სახალხო დამცველს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ფსიქიკური ჯანმრთელობა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები იყო. მინისტრის განცხადებით, სამინისტრო ფინანსური რესურსის მობილიზებისა და ხარისხობრივი ინდიკატორების განსაზღვრით ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას გეგმავს. ამ პროცესში კი სექტორთაშორისი თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. თავის მხრივ სახალხო დამცველმა სამინისტროს რეკომენდაციები გაუზიარა. სახალხო დამცველთან ჩვენი სამინისტროს თანამშრომლობა შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობის არის ეს იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ბევრი უფლების რეალიზების საკითხი სწორედ მათი ინტერესის სფეროში ექცევა და ის უფლებებია, რომელიც ჩვენი სამინისტროსთვის არის განსაკუთრებულად პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი. ამ შემთხვევაში აქცენტი გაკეთდა ფსიქიატრიულ სერვისებზე, რომელიც ქვეყანაში ხელმისაწვდომია და რომელიც სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, კონკრეტული გეგმები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს დარგი საზოგადოდ. ეს შეხვედრა ეხებოდა ფსიქიატრიულ დაწესებულებში არსებულ მდგომარეობას და გაუზიარეთ ჩვენი ხედვები, ის პრობლემები, რომელიც ჩვენ გვაქვს იდენტიფიცირებული ამ მიმართულებით. და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლობა სახალხო დამცველთან, რომ ეს საკითხები იქნეს more დარეგულირებული და ამ ადამიანების ყოფა იქნეს გაუმჯობესებული, რომელიც ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არიან.